ამისათვის. იქნება ეს სამოქალაქო დაუმორჩილებლობა, სამოქალაქო წინააღმდეგობა, მიტინგები თუ მანიფესტაციები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. პოლიტიკური ბრძოლის ძალიან დიდი და ფართო არსენალი არსებობს. დაწყებული აი ესეთი დებატიდან, რომელშიც ახლა ჩვენ მონაწილეობთ, უბრალოდ ინტერვიუდან და დასრულებული ძალიან სერიოზული, თუნდაც მრავალრიცხოვანი ქუჩის აქციებით, რომელიც ნამდვილად მიაღწევს მიზანს დარწმუნებული ვარ. ქალბატონო, მინდა არჩევნების თემას დავუბრუნდე და გადავინაცვლო არც თუ ისე შორეულ წარსულში. ანუ შევარდნაძის პერიოდში და ვარდების რევოლუციის პერიოდში, როდესაც თქვენ ზურაბ ჟვანიამ და მიხეილ სააკაშვილმა მიიღეთ მონაწილეობა არჩევნებში და მას შემდეგ რაც წაგართვეს ხმები, უკვე აქტიურად ქუჩაში გახვედით სწორედ ამ ხმების დაბრუნების მიზნით და სწორედ ამ გეგმით მოახერხეთ ხელისუფლების შეცვლა. ხომ არ ჯობდა იგივე გზაზე გაგევლოთ ეხლაც, ანუ მიგეღოთ არჩევნებში მონაწილეობა და ამის შემდეგ თუ კი თქვენ ხმებს წაგართმევენ, მოგეხდინათ უკვე, ასე ვთქვათ, ქუჩის აქციებით თქვენი მიზნის მიღწევა. იცით რა, ქუჩის აქციები დღეს თუ არის მიუღებელი, მე რატო იქნება მისაღები? მე მახსოვს სხვათა შორის ძალიან აქტიურად ის ადამიანები, ვინც ადგილობრივ არჩევნებში წავიდნენ, ლაპარაკობდნენ, რომ აი ადგილობრივი არჩევნები იქნება ლეგიტიმური საფუძველი იმისათვის, რომ თუ ხელისუფლებამ ეს არჩევნები გააყალბა, შემდეგ აქციები დავიწყოთ და უკვე ყველა, ასე ვთქვათ, მაქსიმალური ნაბიჯები გადავდგათო, მაგრამ რაღაც ამ ადამიანებისგან მე არანაირი ბრძოლა არჩევნების შემდეგ არ მინახავს, დავინახე მხოლოდ და მხოლოდ მილოცვები, რომელიც ძალიან კარგად გამოიყენა სააკაშვილის ხელისუფლებამ და ნახეთ ელემენტარულად რა განცხადებები კეთდება დასავლეთში, რომ საქართველოს თურმე უზარმაზარი ნაბიჯი გადადგა დემოკრატიის მიმართულებით, იმიტომ რომ არჩევნები ჩატარდა ძალიან კარგად. და ევროსაბჭოს დღევანდელ განცხადებაში, რომელიც ევროსაბჭოს მომხსენებელმა გააკეთა, ის პირდაპირ ამბობს, რომ ოპოზიციურ პარტიებს არ გაუპროტესტებიათ ადგილობრივი არჩევნების შედეგებიო. არ იყო გასაპროტესტებელი. ეს არჩევნები ჩატარდა სამართლიანად, მე მაინტერესებს. მას უკვე დაიდო უთოს საბოლოო და სადაც ძალიან სერიოზულ დარღვევებზია საუბარი. ამის და მიუხედავად, პირველად მიულოცა ხელისუფლებას ოპოზიციურმა წარმომადგენლებმა, რაც ხელისუფლებამ ძალიან დაიხვია ხელზე და შემდეგ დაიწყეს უკვე შიდა მოხმარებისთვის საუბარი, რომ არჩევნები გააყალბა. თუმცა ქალბატონო, მეორე მხრივ თქვენ თქვით, რომ თუ გააყალბა სააკაშვილმა საპარლამენტო არჩევნები, სიტყვა თუ ვიდრე სააკაშვილი არის ხელისუფლებაში, ამ ვითარებაში არ არსებობს, იმიტომ რომ სააკაშვილისთვის ხელისუფლების დაკარგვა ნიშნავს იმას, რომ ის და რამდენიმე ადამიანი მის ირგვლივ, ვინც დღეს მართავს ქვეყნის სადავეებს, აუცილებლად დაჯდებიან განსასჯელის კამზე. თუმცა ქალბატონო, მეორე მხრივ ადგილობრივ არჩევნებში რომ მიიღოთ სრული სპექტრით ოპოზიციურ ძალებს, მათ შორის თქვენ მონაწილეობა შეიძლებოდა, არ ვიცი, მაგრამ კითხვა მინდა დაგისვათ, ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის დიდი ნაწილი ცნობილია, რომ იყო სახლში, საერთოდ არ მივიდა საარჩევნო უბნებზე. შესაძლოა ეს ამომრჩეველი მეტად აქტიური ყოფილიყო და შედეგიც უკეთესი მიგეღოთ. იცით რა, ჯერ ერთი ელემენტარული თქვენი აზრი მაინტერესებს იმისათვის საჭირო. ეხლა როდესაც საუბარია იმაზე, რომ თურმე ხელისუფლებასთან კონსულტაციები დაიწყება და მე მაინტერესებს კიდევ რომ ერთხელ დატოვოს ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენელმა ეს მოლაპარაკების მაგი და ისევ იგივე ნაბიჯებს გადადგამს ოპოზიცია როგორც იყო მაშინ, როცა 50%-იან ბარიერზე ბატონმა პალიკო კუბლაშვილმა დატოვა, ასე ვთქვათ, დარბაზი და ოპოზიცია სასწრაფოდ 30%-იან ბარიერს ეთანხმა, მაშინ როდესაც საკმარისი იყო ელემენტარული მათემატიკის ცოდნა, რომ ადამიანი მიმხვდარიყო იმას, რომ 30%-იანი ბარიერის შემთხვევაში ხელისუფლება ყველა შემთხვევაში მოიგებდა ამ არჩევნებს. ხა მეორე რაც მინდა გითხრათ, ეკა, ერთი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ყველა ის ადამიანი, ყველა ის პარტია, ყველა ის პოლიტიკური ლიდერი ან პარტიის წევრი, აქტიური წევრი, ვინც 9 აპრილის აქციებში იღებდა მონაწილეობას, ერთხმად ვამბობდით, რომ სააკაშვილი არის ამ ქვეყნის უბედურება, რომ სააკაშვილი რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოშორდეს ხელისუფლებას, რომ ყოველი დღე სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის არის უბედურება და ქვეყნისათვის დაქცევის. მაგრამ არ მოშორდა. ადგილობრივი არჩევნები არა, იმიტომ არ მოშორდა, რომ თანმიმდევრული არ იყო ოპოზიცია, სააკაშვილმა მოახერხა ოპოზიციის გახლეჩა, სააკაშვილმა მოახერხა ოპოზიციის თავისი თამაშის წესებით თამაში ჩართვა და ესეც უნდა ითქვას, რომ ის ცვლის თამაშის წესებს. 7 ნოემბერს დაარბია ოპოზიცია, 9 აპრილს არ დაარბია. რაღაც მომენტში იყო ლაპარაკი მოლაპარაკებებზე და წამოვიდა თითქოს მოლაპარაკებაზე, მეორე მომენტში ის მოლაპარაკებაზე არ წამოვიდა და არაფერი და ოპოზიცია სამწუხაროდ არ ყოფნის გამოცდილება თუ ზოგ შემთხვევაში ჭკუა, რომ ამ თამაშის წესებს არ აყვეს და სააკაშვილის დაგეგმილ თამაში არ ითამაშოს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ,
ადგილობრივი არჩევნები იყო სრულიად ნათელი, რომ ეს იყო სააკაშვილის გადმოგდებული სატყუარა. რატომ? იმიტომ რომ ადგილობრივი არჩევნებით ეკა თქვენ დასვით ეს კითხვა, რომ აი იქნებ რამე შეცვლილიყო ადგილობრივი არჩევნები. თუ წავიდოდა ოპოზიციურად განწყობილი მოსახლეობის მეტი ნაწილის, რაც 2008 წელსაც დადასტურდა ხალბატონო ნინო, როდესაც ოპოზიციამ საკმაოდ კარგი შედეგი მიიღო. პრინციპული განსხვავებაა, ჩემო კარგო, 2008 წელს იყო საპრეზიდენტო არჩევნები, როდესაც მართლაც შეიძლებოდა რეალური ცვლილება მომხდარიყო ადგილობრივი არჩევნებით და იმით, ვინ გაიმარჯვებს ტენდერში ასფალტის დაგებაში და ვინ გაიყვანს უკაცრავად და კანალიზაციის მილებს, ამით არ იცვლება ქვეყნის სასიცოცხლო პრობლემები. თუმცა 2012 წლის არჩევნები უკვე საპარლამენტოა. იცით, ჩვენ ვლაპარაკობთ ერთ რამეზე. იცით, ჩემთვის ერთი, ასე ვთქვათ, ადამიანი, რომელმაც არაჩვეულებრივად იცის, ვთქვათ, საქართველოს ისტორია, გუბას სანიკიძე, რომელსაც ასე ვთქვათ, მართლაც ვერავინ ვერ შეედრება ყოველ შემთხვევაში პოლიტიკურ სპექტრში ისტორიის ცოდნაში. ამბობდა, რომ ჯალალედინია საქართველოსშიო. და ვეთანხმები, რომ მართლა ეგრეა. ამიხსენით ახლა ჯალალედინი როცა არის საქართველოში, 8 თვე უნდა აცალო ჯალალედინს. თუ უნდა ებრძოლო. ეხლა გუბაზმა ნამდვილად ჩემზე კარგად იცის საქართველოს ისტორია, ნამდვილად არ შევედავები მას საქართველოს ისტორიის ცოდნაში, მაგრამ იმდენი ნამდვილად ვიცი, რომ ჯალალედინს და ნებისმიერ მომხდურს ქართველები ყოველთვის ებრძოდნენ. იმ ადამიანებს და იმ ძალებს შინაური იყო ეს თუ ასე ვთქვათ, გარეშემტერი იყო. არ ასე ვთქვათ, უხრიდა თავს ქართველი კაცი და ყოველთვის ებრძოდა მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება დროდადრო ეს ბრძოლა დამარცხებით ან ესე ვთქვათ, დროებითი უკანდახევით დამთავრებულიყო. ხა მე გეკითხებით. ყველანი ერთხმად ვამბობდით იმას, რომ სააკაშვილი ქვეყანას აქცევს, რომ ყოველი დღე სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის, გვაშორებს აფხაზეთის და ოსეთის დაბრუნებას, გვაშორებს დემოკრატიულ ფასეულობებს, ყოველი დღე არის დამატებითი ადამიანები ციხეში, ყოველი დღე არის დამატებითი გაუბედურებული ოჯახი, ყოველი დღე არის ქვეყნისათვის გეოსტრატეგიულ მდგომარეობაში ადგილის დაკარგვის დღე და გეკითხებით ახლა ვაცალოთ 2012 წლამდე თუ არ ვაცალოთ თუ კრება 2008 წელს თქვენ ასრულებდით პრეზიდენტის მოვალეობას მაშინ არ იყო თქვენთვის ცნობილი თუ ჯალალედინი ედგა ქვეყანას ეკა მე ძალიან მიყვარს ხოლმე როცა ადამიანები ესეთ კითხვას სვამენ 2008 წელსა და 2010 წელს შორის არის პრინციპული სხვაობა დახედეთ საქართველოს რუკას 2008 წელს იყო ძალიან ბევრი პრობლემები საქართველოში თუმცა მე არ მინდა ეხა გადაუხვიო ჩემ თემას და კვლავ დაუბრუნდე იმას რომ ძირითადად იგივე ოპოზიცია იყო 2007 და 2008 წელს და შესანიშნავად გამოიყენა ოპოზიციის შეცდომები თუ ნებსი თუ უნებლიეთ გადადგმული ნაბიჯები მაშინდელმა ხელისუფლებამ და მე მაგრამ მეორე ტური რომ დაგეშვათ ხალბატონო მე ვერ დაუშვებდი ამას მე არა ვარ ერთპიროვნული მართველი და არ ყოფილვარ ერთპიროვნული მართველი ამ ქვეყნის და სხვათა შორის ის საერთაშორისო ორგანიზაციები და ის უცხოელი დამკვირვებლები რომლის იმედიც ასი აქვს ზოგიერთ პოლიტიკურ პარტიას 2012 წელს ყველანი იყვნენ 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე და თქვენ რა გინდათ ახლა მე მითხრათ ყველა იმ უცხოელის მოსაზრებისთვის ხაზი გადამესვა მე ადამიანს რომელსაც ამის კონსტიტუციური უფლება არ მქონდა იმიტომ რომ მე არც კონსტიტუციური სასამართლოს თავმჯდომარე ყოფილვარ არც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და არც ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და მე ეს მასალები არ მქონდა მე დავეყრდენი ყველა ამ ინსტიტუტის მონაცემს და დავეყრდენი იმ უცხოელი დამკვირვებლების მოსაზრებლებს რომლებმაც მერე თქვეს რომ არჩევნები დარღვევით ჩატარდა მაგრამ იმ წუთში სტაბილურობა არჩიეს თქვათ მეორე ტურს და ქვეყანაში არევის შესაძლებლობას მე ეს არაერთგზის მithქვამს და ძალიან დელიკატურად ვცდილობ ამის თქმას და ახსნას უცხოელები არ ერევიან ქვეყნის შიდა საქმეებში ასე აქტიურად არ ერევიან და არ ჩაერევიან არც 2012 წელს მით უმეტეს როდესაც ხელისუფლება იმდენად კარგად ალაგებს და იმდენად ახალ მეთოდებს იგონებს არჩევნების გაყალბებისა რომ სანამ ამას ჩვენი უცხოელი მეგობრები მიხვდებიან ამას ამ შემთხვევაში ნამდვილად ყოველგვარი სარკაზმის ან ირონიის გარეშე ვამბობ მართლაც გარკვეული დრო ჭირდებათ იმიტომ რომ მათ ვერ წარმოუდგენიათ რომ ხელისუფლებამ შეიძლება დაიბაროს სასჯელ აღსრულებით დაწესებულებაში მყოფი ადამიანების ოჯახის წევრები და უთხრას რომ ან დავამტვრებთ შენ შულს გვერდებს ან მოგცემ ხმას და მოიტან იმ ადამიანების სიას ვინც 5 ნომერს შემოხაზავო ამას ვერ ხვდებიან უცხოელები და ეს მეთოდი იქნა გამოყენებული როგორც აღმოჩნდა 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს რაც ჩვენ გავიგეთ გაცილებით გვიან როდესაც უკვე პარლამენტის შედეგები იყო დაკანონებული ასეთივე დაახლოებით სხვათა შორის
რა იცით რატო ვლაპარაკობ მე რომ პრეზიდენტი აუცილებლად უნდა გადადგეს და მათ შორის ის გუბერნატორები, როდესაც მე თათბირი ჩავატარე ჩემი პრეზიდენტობის პრეზიდენტის მოვალეობის შესრულების დროს და სხვა შორის ეს დაადასტურა შემდეგ ვასიკო მაღლაფერიძემ, რომელმაც თქვა რომ იმ თათბირის შემდეგ რომელიც მე ჩავატარე და დაუძახე გუბერნატორებს და ვუთხარი რომ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში წავიდო და ნებისმიერი მათგანი ვინც გააყალბებდა არჩევნებს ნახევარ საათში ამ თათბირის დამთავრების შემდეგ გამოიძახეს ისინი სხვა კაბინეტში ძალოვან სტრუქტურებში და უთხრეს რომ ვინც არ გააკეთებთ იმას რაც საჭიროა მართლა წახვალთ ოღონდ სისხლის სამართლის სასამართლოში კი არაო ცოტა სხვა ტერმინოლოგიით იყო იქ საუბარი ამიტომ გეუბნებით რომ თუ დარჩება სააკაშვილი თუ დარჩება იგივე სისტემა თუ დარჩება იგივე ადამიანები ვინც სამართალდამცავ სტრუქტურებს ხელმძღვანელობენ დღეს არჩევნებში სამწუხაროდ არაფერი არ შეიძლება და მე კიდევ ერთხელ მინდა სააკაშვილის საპრეზიდენტო კამპანიაში კიდევ ერთხელ ეხლა თქვენ იცით რა შეესაბამება მოდით ვილაპარაკოთ დღევანდელ ვითარებაზე მე პასუხისმგებელი ვარ ყველაფერზე, რასაც ვაკეთებდი და ყველაფერზე მაქვს აბსოლუტურად კარგი ძალიან საინტერესოა რომ ძირითადად ინტერესი იწვევს ხოლმე წარსულის თემები. არა ვითარ შემთხვევაში ამჟამინდელი თემით მომავალზე კიდევ ერთხელ შემიძლია გითხრათ ძალიან ნათლად 2008 წლის საქართველოსა აგვისტომდე და